ჩემი სიყვარული არ აქვს, მე დაიწყო ომობანის თამაშობა. ჩემმა ძმამ წამიყვანა იქ საბურთალოს ბაზარზე. ერთი კაცი ყიდა დამტროულ დამბაჩას. წამოიღეს დამბაჩა მერე და იმის ჩირთი ფითობა დავიწყე შეკეთებაში, ისა და აი აქედან წამოვიდა სიყვარული. ძველი ხელობა ეს ზარნიში. აი ამას უნდა ეხლა გეტყვი 3 თვე. აი რაც კი ჩასმული ოქრო და ყველაფერი. ამას უნდა 6, 7, 8 თვე. ეს შრომატევადი საქმეა. ოსტატი თუ ზარნიშს აკეთებს, ის უკვე არის ნამდვილი ოსტატი. მარტო იმაზე ფიქრობ, რომ როგორ ლამაზად გააკეთო, როგორ მოეფერო, როგორ მოესიყვარულო, აი მაშინ ესეც გიჯერებ და ამასაც უყვარხარ. ურთიერთ სიყვარულში გამოდის საქმე. ერთ დღეს მოვიდა მოვლა მეჩეთის, ხო და თამას გენაცოვლე ერთი თხოვნა მაქვს რა. რა მეუთხარი? აი მეჩეთის თვარის გაკეთება გვინდაო რა. მოოქროვე ესე იგი გარედან სუფთა ოქროთი 3 ცხრიანით მოოქროვე. იმაზე მეტი კარგი ოქრო აღარ არის. უმაღლესი ხარისხის. მეორე დღეს მოვიდა მოვლა, ესეთი ფართოგისავით ქონდა რაღაცა ფულის ავსი. თამაშან აიღე რამდენიც გინდა, შენი ხელობისა. მეუთხარი მე პატივისცემ აზერბაიჯანის ხალხს მეუთხარი, მეზობლები ხართ ჩემი მეუთხარი და მეჩეთსაც პატივისცემ მაგ გავიზარდე მეუთხარი და მე ფულს არ ავიღე. ესე იგი ხელობა ზრდის ადამიანს, სიყვარულს ასწავლის, ადამიანობას, ბედნიერებას ასწავლის, ნამუსს ასწავლის, აი ესეთი რაღაცა რა.